Დაშინება და მუქარა განსხვავებული აზრის მქონე თანამშრომლების მიმართ თემაზე ვსაუბრობთ ანა აბაკელიასთან ერთად. ის ჟურნალისტია და წარმოადგენს საზოგადოებრივ მაუწყებელს. ანა, მოგესალმებით, მადლობა პირდაპირ ჩართვისთვის. მოგესალმებით. მინდა შევაფასოთ გუშინდელი საბჭოს ხდომა. თქვენი აზრით რა არის ამ ყველაფრის მიზანი, რა სურს ვასილ მაღლაფერიძეს და მის თანამოაზრეებს? ცალსახად გამოიკვეთა, რომ მათი მიზანი არის კრიტიკული აზრის ჩახშობა. მე ცოტა ქრონოლოგიურად მინდა მივყვეთ ჩვენს ამბავს. ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა მას შემდეგ, რაც სრული ვაკუუმი გაჩნდა, საინფორმაციო ვაკუუმი გაჩნდა ამ არხზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადავწყვიტეთ გამოხმაურებოდით ამ ამბავს პირველ რიგში განცხადების სახით და შემდეგ უკვე მოვიწვიეთ გავაკეთეთ პრესკონფერენცია ამასთან დაკავშირებით, შევხვდით მენეჯმენტს, მოვითხოვეთ დღის ეთერი, სადაც გვინდოდა რომ სადისკუსიო სივრცე გაჩენილიყო იმ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში ხდებოდა და ხდება. სამწუხაროდ მენეჯმენტმა ჩვენ მისამართით, ასევე საზოგადოების მისამართითაც ყრუკედელი აღმართა. მათ გადაწყვიტეს, რომ დაიგნორებინათ ჩვენი ინიციატივა, ჩვენი მოთხოვნა და სწორედ ამის მერე ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების გაერთიანება, რომლის მიზანიც არის ამ ინსტიტუციის გადარჩენა და გაჯანსაღება. ჩვენ თითოეულ თანამშრომელს, ვინც მცველებში მოვიაზრებით, ის იდეა და ფუნქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის გვაქვს გააზრებული და შესაბამისად მოქმედებთ ამ ჩარჩოებში. გუშინწინდელი ბორდის ხდომა ნამდვილად ასოცირდებოდა 1927 წლის პერიოდთან, იმ ისტორიასთან, რომლისგანაც ჩვენ გაკვეთილი უნდა გვესწავლა და სამწუხაროა, რომ 2025 წელს ზუსტად იგივე მეთოდებს, იგივე ხელწერას ხედავთ ამ შემთხვევაში უკვე ბორდის წევრების და თავმჯდომარის მხრიდან. ეს შეხვედრა ჩემთვის იყო სრულად არაკონსტრუქციული, დაუსაბუთებელი. აქ ხშირად ისმოდა სიძულვილის ენა საკუთარი თანამშრომლების მიმართ და პრინციპში ისიც აღსანიშნავია, რომ მოკვლევა, რომელიც დაიწყო საზოგადოებრივ მაუწყებელმა, ეს უკვე არაკანონიერად დაიწყო და უკვე სრული დარღვევით დაიწყო, რადგან მოკვლევა წინ უნდა უსწრებდეს, მოკვლევის დაწყებას წინ უნდა უსწრებდეს კენჭისყრა, რომელიც არ შედგა. 4 თებერვალს ბორდის თავმჯდომარემ სიტყვიერად, ვერბალურად გასცა, ასე ვთქვათ, ბრძანება მოკვლევასთან დაკავშირებით ყოველგვარი კენჭისყრის გარეშე. ეს არის რეალობა დღეს, რაც საზოგადოებრივ მაუწყებლის გარშემო ხდება, თუმცა ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ სიტყვის თავისუფლებისთვის, იმისთვის, რომ საზოგადოების ხმა ისმოდეს ამ არხზე და აუცილებლად გაჯანსაღდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის. ძირითადად, დიახ, თქვენი პრეტენზიები ძირითადად რას უკავშირდება? ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია, რომ გაქვთ პრეტენზიები იგივე სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში. კონკრეტულად რომ აუხსნათ ფორმულას აუდიტორიას, რატომ აქვს ასეთი დამოკიდებულება სამეურო საბჭოს დიდ ნაწილს იმ ადამიანების, იმ თანამშრომლების მიმართ, რომელთაც აქვს განსხვავებული პოზიცია, ხო? რას უკავშირებთ თქვენ ამ ყველაფერს და რა არის თქვენი მთავარი მოთხოვნები ამ პროცესში? საზოგადოებრივ მაუწყებლის გარშემო ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა. ეს პრობლემა წლების განმავლობაში გროვდებოდა და ჩვენ პრინციპში ახლა მოგვეცა საშუალება, რომ ამ პრობლემის გარშემო უფრო ხმამაღლა გვეთქვა. მაშინ მოგვეცა საშუალება, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის კარს მოადგა ადამიანები, საზოგადოება, ხალხის დიდი ჯგუფი, რომელიც ითხოვს იმას, რაც მათია, მათი საკუთრებაა. საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის რომელიმე კერძო პირის ან ჩინოვნიკის ან მეთაურის რომელიმე კერძო ინტერესების გამტარებელი ინსტიტუცია. ის ემსახურება საზოგადოებას, რადგან საზოგადოება იხდის ამაში თანხას. ეს ჩვენ სამწუხაროდ არც ბორდის წევრებს და მენეჯმენტს გააზრებული არ ვიცი, ესე არა აქვთ ფაქტია. შეიძლება აქვთ, მაგრამ თქვა სამეურო საბჭოს ხდომაზე, რომ ეს არის კოორდინირებული, თქვათ, მიზანმიმართული შეტევა და რომ თქვენი სურვილია ამ არხის ხელში ჩაგდება.
ხო, ეს ირონიულია ნამდვილად და მიუღებელია, იმიტომ რომ ნამდვილად ცდილობენ აფილიაციას გარეჯგუფთან, პოლიტიკურ ძალებთან, თუმცა ამის არც დამამტკიცებელი საბუთი არ გააჩნია და ეს თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ ეს ასე არ არის. ჩვენი სურვილი მხოლოდ და მხოლოდ არის ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გაჯანსაღდეს. ეს არის მხოლოდ ჩვენი სურვილი. რაც შეეხება არხზე შექმნილ ვითარებას, გულისხმობს სხვა თანამშრომლების პოზიციას, გუშინ სოციალური ქსელი წალეკა, ხო, ამ თემამ ყველა აფიქსირებს საკუთარ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა დუმას წინარჩუნებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა დიდი ნაწილი შეიძლება ასე ვთქვა, თქვენი აზრით, რითი არის გამოხატული ეს დუმილი, თუ შიგნით მაინც მიმდინარეობს დისკუსია ამაზე და საჯაროდ ისინი ამ ეტაპზე თავს იკავებენ რაიმის თქმისგან? საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობთ დაახლოებით 1150 თანამშრომელი. 1150 თანამშრომელიდან აქტიურად შეიძლება ითქვას ესე დავარქვათ პროტესტში ვართ 40-მდე თანამშრომელი, თუმცა პირველ განცხადებას 80 თანამშრომელმა მოაწერა ხელი. ნამდვილად გულდასაწყვეტია ჩვენთვის მათი დუმილი. ჩვენ ვიცით ისტორიას რომ გადავხედოთ, ეს დუმილი რას ნიშნავს, ხომ? საბჭოთა ისტორიას რომ გადავხედოთ იგივე ეს მონაწილეობა ამ აბსურდში მათი დუმილი. მე მაინც იმედი მაქვს რომ ჩვენი თანამშრომლები მოიგებიან გონს და აუცილებლად გამოეხმაურებიან ამ დაგროვილ პრობლემას და იმ ცრუ ბრალდებებს და იმ წარმოუდგენელ შეთავაზებას, რაც მენეჯმენტ შესთავაზა ბორდმა, რომ პროკურატურამ გამოიწვიოს ეს საკითხი. ეს არის მართლა აბსურდის თეატრი და მოსამოვლოდნელი არც არაფერი არ ყოფილა მათგან პრინციპში, თუმცა ამგვარ ქმედებას ნამდვილად არ ველოდით. იცით რა არის, მე არ ვიცი მენეჯმენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოო ჯამში, თუმცა უკვე ეს ფაქტი, რომ ბორდმა დაავალა საკუთარი თანამშრომლების საქმის პროკურატურისთვის გამოძიების გადაცემა, უკვე რაღაცა წარმოუდგენელ აბსურდს იმას რომ ეს რაღაცნაირად ვერბალურ დაშინებას გაცდეს ეს ამბავი და დაიწყოს მაგალითად კონკრეტული მოკვლევა საგამოძიებო უწყებაში, ამას უშვებთ თუ მაინც რაღაცნაირად განკუთვნილია რაღაცნაირად აჟიოტაჟის შექმნაზე და დისკრედიტაციაზე თქვენი მიმართულები თქვენს წინააღმდეგ? იცით რა, თუ გავითვალისწინებთ იმ ქრონოლოგიას, რითიც დაიწყო ეს ყველაფერი, ეს ყველაფერი დაიწყო ბატონი კოხრეიძის განცხადებით, რომელმაც დაგვადანაშაულა ჩვენ სახელმწიფო გადატრიალებაში. ამას მოყვა შემდეგ 2 თვიანი მოკვლევის პროცესი და შემდეგ უკვე 5 საათიანი ბორდის სხდომა. ამ რესურსს არ ვიცი, იმისთვის ხარჯავენ რომ ჩვენ დაგვაშინონ, არ გვეშინია, ნამდვილად არ გვეშინია. თუმცა მე არ ვიცი მოვლენები ნამდვილად როგორ განვითარდება. ერთადერთი რაშიც ვარ დარწმუნებული, ჩვენ ცველებს, ჩვენს გაერთიანებას ყველაფერი გააზრებული გვაქვს და შიშის ფაქტორი აბსოლუტურად ნულამდე გვაქვს დაყვანილი. და ჩვენ ზუსტად ვიცით, რა მიზანი გვაერთიანებს და ამ მიზნისთვის არ გავჩერდებით. და ბოლოს კითხავთ, ანა, რაც შეეხება გავლენებს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან ამის შესახებ ღიად ისაუბრა, მათ შორის ბორდის სხდომაზე ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა, რომელიც მოგვიანებით ჩახსდეს საინფორმაციო სამსახურიდან, ის აღარ არის მოამბის წამყვანი. თქვენგან გვაინტერესებს უფრო მეტი რაში გამოიხატება ეს გავლენები კონკრეტულად რომ გითხრათ? ბოლო პერიოდის მოვლენებსაც თუ გავითვალისწინებთ, როგორ დაიწყო ეს მოკვლევის პროცესი, ვინ გასაბრძანება, ვინ მოქმედებს აქ, ვინ არის ლიდერი ამ ორგანიზაციაში, უკვე ცალსახაა, რომ გავლენები იგრძნობა. შესაბამისად, გავლენები არის ამ ორგანიზაციაში და ეს არ არის უცხო და ახალი ვინმესთვის. ეს ნამდვილად იგრძნობა და ეს გავლენები, როგორც ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა აღნიშნა, არის ვასილ მაღლაფერიძე. დიდი მადლობა ანა.